ერთი რაც მინდა გითხრათ გუშინ რაღაც ინფორმაცია მოიწერეს და მინდა ახლა ეს წავიკითხო პატარაზე, როგორც არ დაგეღიმოთ რეალობას ვკითხულობ ახლა მეც მეგონა ხუმრობა იყო, მაგრამ თუმე სიმართლე ყოფილა. ესე იგი, ესეთი ცენტრი ყოფილა დელია. ცენტრი დელია ამ პერიოდში გიწევთ შეკვეთილის განსაკუთრებულ ტურზე, რომელსაც ასე დიდი ხანია ელოდებით. თქვენ ელოდებით ხლე ამ ტურს. ცენტრი დელია წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ შემეცნებით გამაჯანსაღებელ მოგზაურობას. 6 დაუვიწყარი დღე ზღვის პირას, შეკვეთილში, სივრცეში, სადაც დასვენება ერთიანდება განახლებასთან, სიღრმისეულ ცოდნასთან და შინაგან ჰარმონიასთან. თუ მე სურვილია ჩაეწერები რაღაცეებში და პროგრამაში დავხვდებათ რა. რა არის პროგრამაში? მამა გურამ 82-ასთან ცოდნის გაზიარება, დიალოგები საინტერესო და ღრმა თემებზე. კარგი. მერე იბერიულ-კავკასიური სუნთქვითი პრაქტიკები. ეგრეთ წოდებული კავკასიური იოგა. მერე იოგას ბავშვები მოდის. აქვა აერობიკა. ლაკ საინტერესოა. ქვიშაში იქნება ეს ფრენბურთი შორტებით თუ საცურაო კოსტუმებით. და მერე რა მოხდება? თამაში მორჩება, ეს ხალხი მერე ალბათ, ავიცი, პარაკლეს გადაიხდიან, მერე ლექსია იქნება რელიგიურ თემაზე, მერე იქ რაღაც იოგას ვარჯიშები დაიწყება. მე ახლა ეს მეგონა ხუმრობა. მაგრამ მართლა ესეთი რაღაც ყოფილა, აი პირველ რაღაც პერიოდში და თან ადგილები შეზღუდულია. აი, სად გაგონილა შეუზავებელის შეზავება. ხო? აი, როგორ შეიძლება ახლა მე არ ვიცი ამის ვინა ორგანიზატორი, ან ეს თქვათ პატრიარქმა იცის თუ არა, ან კურთხევით კეთდება თუ არ კეთდება თუ რას ნიშნავს ახლა ეს, რომ რაღაცა არის ერთად, რაღაც ქადაგებები მოძღვართან, მე რაღაცა იოგას ვარჯიშები, მე ზღვაში თამაშები, აერობიკა, მე რაღაცა მაპატიეთ და ეს კუპალნიკებით რაღაცეების თამაში, იქ მაგნიტურ ქვიშებში. არ ვიცი, მე ვერ პოულობ სიტყვებს, მე ახლა რა ვთქვა. სუბუქად ვიტყვი. დიდი სირცხვილია ეს. თითქოს რაღაცა ეს მიდგომები, ეს ზღვის თემები. ხო? რაღაცა გააქრისტიანო თუ რა უნდა რახნა, არ ვიცი. ჩვენ ახლა ზღვაზე სიარული კაცო, ზღვა თვისკნილებაა და მაშინ არც კაია და არც ცუდია არაფერი. ზღვა არის. შენ როგორ იქცევი თქვა ზღვაზე, ხო, როგორ დადიხარ თქვა. შეიძლება ზღვაზე არ წახვიდე, მაგრამ ქალაქში ესე იარო, რომ შიშველი იარო და უარესი იყოს. თავისთავად ზღვა არაფრის მომცემი არ არის, ზღვა არის, მაგრამ აი შენ როგორ იქცევი ზღვაზე? შენ თქვათ იქ ჩაცმულობა, ყოფნა დამაბრკოლებელია თუ არა სხვისთვის. და შენ თავად ბრკოლები თუ არა სხვებით.
ეხლა დიდი სულიერი ადამიანები გამოდიან და მე ვიცი არ ვკორდები რომ უყურებ გოგოს რაღაცა იმეებში და კაც რო ესე უყურე არ ვკორდები და ანგელოზი ვარ და თუ ანგელოზი ხარ ზღვაზე არ მინდა. ადი პედაბის ეცაში მაშინ რა. თავის მოტყუება და მეტი არაფერი. ხო და ეს არის შეუზავებელი შეზავება. და ალბათ არ ვიცი გაიგება ახლა მე შეიძლება მე ახლა ნაჩქარევად ვიძახი ამას უბრალოდ ნახე ახლა ეს ინფორმაცია და არ შემიძლია ამაზე ჩუმად რომ ეს გავატარო. და რახან დადებულია უკვე ეს საჯარო სივრცეში. მე იმიტომ ვიძახი საჯაროდ ახლა ამას. მე თქვა ვიღაცა ეტყვის აიცი რა უნდა პირდაპირ გეთქვა და რატო არ მიხვედი და არ დაელაპარაკე. ინფორმაცია საჯაროა. და ნათქვამიც საჯარო უნდა იყოს. ამიტომ აქ მისვლა არის ცოდვა. მას მე პირდაპირ დავარქვა თავის სახელს და თუ ჩვენ გულწრფელები ვიქნებით, აი ვინც მე ეს მომისმენია, ვინც ზღვაზე დადიან ხოლმე, ისინი იქიდან ბრუნდებიან დაზიანებული სულიერი იარებით. ჩვენ უბრალოდ ამას თვალს არ ვუსწორებთ. და თვალში ნაცარს ვიყრით. როცა ვიძახით, რომ ქრისტიანი კაცის ზღვაზე ყოფნა, პლიაჟზე გარუჯვა, იქაურ თამაშებში მოღვაწეობა, მონაწილეობა არის მისაღები. არა, ეს არის სულიერი იარები და ადამიანის სულიერი დანგრევა. და აქ მისვლა არ შეიძლება. ეს არის დიდი და მძიმე ცოდვა. აი ამის მომინდოდა ახლა მე თქვენთვის. დღევანდელ დღეს და ეს ჩვენი წმინდა მამები შეგვეციონ. დღეს ვისი ხსენებაც არის. თქვათ რომელიმე მათგანს. თქვათ ვინც კრებას ესწრებოდა გრიგორი ღვთისმეტყველი, კირილე ალექსანდრიელი, ათანასე დიდი და კიდევ სხვა მათ მოესმინათ რომ მივდივართ ქრისტიანების დარაზმუნების ზღვაზე, იქ უნდა აერობიკა ჩავატაროთ, უნდა რაღაცა ვითამაშოთ ქვიშებში, უნდა მე რაღაცა იოგას სუნთქვითი ვარჯიშები ჩავატაროთ და კიდევ რაღაც გავსი. რა იქნებოდა არ ვიცი. ერთმა დაგლოცოთ და ერთმა დაგურთოთ.